და ჩვენ კვლავ უბრუნდებით გურჯანს და 9 თვის ბავშვის გატაცების ამბავს გურჯანიდან პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა თეა ალავერდაშვილი გვერდება. თეა, რა ინფორმაციას ფლობ ამ დროისთვის და თუ გაირკვა ბავშვის ადგილსამყოფელი? დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაკში შეკრებილი იყო ასეულობით ადგილობრივი მცხოვრები. ისინი ეძებდნენ 9 თვის ბარბარე რაფაიანს, რომელიც აქ დეიდის ოჯახში იმყოფებოდა მშობლებთან ერთად სტუმრად. სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბავშვი ქვევში ჩაგდებული და ამხჩვალი იპოვეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა, რომ ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც პატარა გაუჩინარდა. ის დაძინებული დატოვეს, მშობლებმა მეორე ოთახში გავიდნენ სალახშმოთ, უკან მობრუნებულებს კი ბავშვი ოჯახში აღარ დახვდათ. მას შემდეგ მთელი სოფელი 1 საათის განმავლობაში ეგძებდა ჩვილს, თუმცა ის უკვე დაახლოებით 2-3 წუთის წინ იპოვეს ქვევში ჩაგდებული. ბავშვი ოჯახში, სადაც ეს თოთო ბავშვი იმყოფებოდა, არიან კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები, მისი დეიდა უშუალოდ არის დამკვირვებელი ხვალინდერ არჩევნებზე და არის ქართული ოცნების აქტივისტი და ოჯახი აცხადებს, რომ მათ სისტემატურად ნაციონალური მოძრაობის წევრები ემუქრებოდნენ საკუთარი შვილების გატაცებით და რადგან ეს ვერ შეძლეს, ოჯახი ფიქრობს, რომ ჯავრი იყარეს მის დიშვილზე, მცირეწლოვან 9 თვის ბარბარე რაფაიანზე. ჩვენ ამ წუთებში შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ კოალიცია ქართული ოცნების გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ქალბატონი მანნა ბერიკაშვილი. ქალბატონო მანნა, თუ შეძლიათ რამდენიმე სიტყვით, დღეს მთელ დღის განმავლობაში ვითარდებოდა ექსცესები, ქონდა აფეთქებებს ადგილი, რა სიტყვით ამ ფაქტზე? მე მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. მე ველაპარაკები მთელ საქართველოს. დოი, ჭოლა. მე ველაპარაკები ჩემ თეატრს, ყველა ჩემ მეგობარს, სირცხვილია ხალხნო. ნუ გააправებთ ამ საძაგლებს. 9 თვის ბავშვი მოკლეს, გესმით თქვენ? საქართველო გაიღვიძე. ნუ დადგებით ამ ხეცების გვერდით. დააკავეთ გიორგი ღვინიაშვილი, მკვლელი, რომელმაც ბევრი მოკლა ამ ქვეყანაზე და ეს უნდა იყოს უკანასკნელი. ჩემო მეგობრებო, გაახილეთ თვალი და ნუ გეშინიათ. შიში უფრო დიდი საშინელებაა. თქვენც მოგიკაკუნებთ კარებზე სულ ყველას, თუ ეხლა ხმას არ ამოიღებთ. ამ წუთებში სოფელი გზის გადაკეტვას გეგმავს აქ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა მოსახლეობა დაშლას არ აპირებს და ისინი პასუხისგებას ითხოვენ ამ მომხდარი ინციდენტის და უბედური შემთხვევის დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მადლობა თეა, გურჯაანში მომხდარი საზარელი შემთხვევის დეტალებით თეა ალავერდაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.